Right, რამდენი წერილი მოდის? სად მოვიდა ეს წერილი? არის მესენჯერში ამასული? რა ბოჩი. ხო, თქოს. მიგონე. აი, მეილზე შედიო, მაგრამ რატომ არ შევიდე? ხოდა გამოვიდი. გამოვაკეთებდა. მეგობრებო, გამარჯობათ. მოგესალმებით ჩემო ძირფასებო. ლაივში ხარ? ლაივში ვარ, იმასთან ხო არა ვარ. გინეკოლოგი. გინეკოლოგი კარგია. ეს 24-იანი რა. 24 მარტია. ბიჭო, რატო გავიდა თუ ესე იგი? მე მგონი ცოტა ნაკლები მიწერია. ეტყობა არ მითხარი. უბრალოდ მიწერია თუ არა? 500 მიწერია მე. 25 წელს. მოკრება. არა გასულ 1500 მეცი. თემს მოდაში. 1500. თემს. რამდენი მეწერა, რამდენი? ეხა 607-ში. ხო, ესე იგი. თემს 1500 ვიწერია, ესე იგი შენდა. ხო. 1500 მიწერია. და ესე იგი მაგდენა დაშენ, ხო? ხოდა მე შეგადაგზავნე ეს. მიწერა. სკრინშოტ. ინტერნეტიდან გავაშვი. ხო, ამ თანხაზე იმენაწერა სუაღმექნა. ხო. ეს ტელეფონი ხო გჭირდება? ხო, მე მომწოდე რა. მოგესალმებით ჩემო ძირფასებო, მეგობრებო. ეს ძალიან მისკაპონებს ეს ლეპტოპი, მაგრამ არ უშავს, გაჩერდება ალბათ. აბა ხდება. ახლა ვისაც გაქვთ სურვილი რომ თვალი ადევნოთ ესე იგი. თავშესაფარს ჩვენი კამერების საშუალებით შეგიძლიათ აგერ ჩემო ძირფასებო. ნახეთ. თავშესაფარს აქვს საიტი, რომლის მისამართია doghome.g, ანუ dogi ძაღლი, home სახლი, ხო? პრაბელის და წერტილის გარეშე ერთად დაწერეთ www.doghome.g. შეხართ აი ამ საიტზე, აი ყურე, აი ეს გაიხსნება ესეთ საიტი, თამას ელიზბარაშვილის სახლების თავსაფარი და აგერ ესე იგი ხედავთ მარჯვნივ კამერას. მარჯვნივ კამერას ხედავთ, დააკლიკებთ და გაიხსნება ეს ესე იგი კამერები, 8 კამერა არის და შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან პირდაპირ ეთერში უყუროთ რა ხდება თავშესაფარში. ნახეთ ეს პირველი კამერა, დედად გახსნილია, შეგვიძლია გავადიდოთ უფრო. და დაასკაპონეთ და გადიდება. ეხლა მე ვუყურებ ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციის მოედანს, აქ გვაქვს ჩვენ 5 ვოლიერი, 46, 47, 48. 49 და 50 ვოლიერი, მაგრამ ეხლა მე რა ვუყურებ? მარტო 3 ძაღლია წინ მოედანზე გამოშვებული, დანარჩენილი დაგეტელია და აბათი გავაგებინოთ, გავაგებინოთ, დავრეკოთ, დიდი ბოდეშის მოვდით. დავრეკავ და გავარკვევ რა ხდება და მე რამოდენიმე სიახლეს გეტყვით თავშესაფრიდან და ასევე თქვენთან დაწრებით რამოდენიმე ზარს უპასუხებ. კარგით, აბა ერთი ახლა დავრეკოთ ჩვენ ქალბატონ ინასთან. ინალოსთან დავრეკოთ. ხო, ესე იგი ვნახოთ სხვა რა ხდება. ეს არის მეხუთე მოედანი. 50. Инна, добрый вечер. Добрый вечер. Инна, ты на работе или ушла уже? На работе. У меня такая просьба, если когда у тебя будет время, у нас 47, 48, 49 и 50 вольер дверь не открыта. Эти собаки, значит, внутри вольера находятся.
Почему не выпускаете? Сейчас Почему нет? объясняю. В 48-й вольер у нас две девочки. Одна от Асола Саберидзе, которой отпилили ногу. Вторая лабрадор трехлапая, которую уже можно отдавать, лучше не отпускать. В 49-м мальчик агрессивный, у которого на шее веревка была, уже кастрировали, можно отдавать. А с 50-й крупный мальчик, который дрался агрессивно, его нельзя открывать. У нас скоро откроется два вольера, 48-й и 49-й. Давайте сейчас откроем тогда 48-й, 49-й. Я говорю, мальчик агрессивный, у которого на шее, если его покусают, его не заберут. А почему не забрали, если ты уже закончила? Нет, сейчас только что кастрацию провели, вот только. Ага, хорошо. А 46-й? 48-й. 48-й, Тасова Саберидзе, девочка с 48-й, да. неполноценной ногой и трехлапая лабрадор. Их нельзя выпускать. Здесь у нас находится белая собака агрессивная. Не, подожди, я не подожди. захожу туда. Их Да. тоже надо отдавать. А почему не забирает это Лосаберидзе? Уже, у Георгия уже список готов, кого отдавать. Их надо отдавать. Только лабрадору надо бирку поставить, она стерилизованная. У нее была бирка, ухо загнило, я Хорошо. срезала. А 47-й? 47-й, двое несчастных, один ротвейлер метис, хозяин отказался, был в сложной форме лейшманиоз, и второй мцхета, умирающий был, еле ходит, еле стоит, слабые очень собаки, не стоит выпускать. Тогда- Они там прекрасно. Не, пусть дверь открытым оставим, чтобы они... Я сейчас уже стою в душевой, я разделать, я не могу туда зайти. Ты голая, Инна? Не шутите со мной сейчас, я злая. Когда видишь из душа, потом, если сможешь, открой хотя бы 47-й вольер, чтобы они свободно себя чувствовали. Их погрызет белая собака, агрессивная, большая, капсули на газе. Я туда одна не захожу. В Хорошо. этом администрации внутри, потом там. Хорошо, Инна, все, хорошо. Как это из Каспи собака? Каспи это какая собака? Позавчера, что получили, рыжего цвета. На лабрадора похож. Я вам скинула 3 видео. Очень Да. тяжелое состояние. Не кушает, не пьет. Я воду даю ему из шприца. Кушать насильно не хочу, потому что, может, ему нельзя. Да. В капельницу переливание ставить рискованно, потому что у него контузия. Посмотрите видео, я вам отчет в 3 видео подробно это слала. Да, я смотрю этот отчет, но меня интересует твое мнение. Она выживет или нет? Сколько у него шанс? Ну, я бы хотела, чтобы он выжил, дай бог. Я думаю, что... Я хочу, чтобы выжил. Я не могу ответить на этот вопрос. У меня есть желание, Хорошо, Инна, чтобы выжил. хорошо. Состояние, правда. Лекарства есть у тебя все? Что-нибудь надо? Надо. Я вам написала по поводу глюкозима. Я с этими людьми не общаюсь. Они привели собаку с Варкетели. И с самого начала сказали, Георгий с ним общается, что Батон Тамас сказал, что сам купит глюкантин. Я вам написала, по-моему, там 36 ампул надо. Они не принесут, а я ему уже колю от других собак. И у меня сейчас будут проблемы. Я не могу, не смогу продолжить другие. У меня глюкантин заканчивается. Ира, когда мы получаем собаку с лейшманиозом, я всем говорю, что надо лекарства. У меня нет времени, чтобы вот так искать и ходить по аптекам. Это лекарство в дефиците. Надо вот ходить и вот надо так собирать. Понимаешь? И всем говорю, что привезите вместе с собакой, привезите лекарства глюкантин, чтобы мы могли лечить. Так что я без лекарства не принимаю. Собаки с лейшманиозом без лекарства я не принимаю. Чтоб ты знала. Знаю, но они сказали, что Батон Тамас нам обещал, что сам купит лекарства. Это я сама лично слышала. Да пошли они нахуй. Я никому такое слово никому не говорю. Ты что, с ума сошла, что ли? У меня... Я знаю, что вы говорите, сразу лекарства везите. И Да. сейчас тоже собак лекарства до конца. Я говорю, чтоб ты знала, я им говорю, что если у вас нет денег на лекарства, я вам дам деньги на лекарства, просто у меня нет времени, чтобы ходить так по аптекам. Да. Я мог только это сказать. Я вот
ничего такого, я им не говорю, что я сам куплю лекарства. Да пошли они нахуй, что я буду ходить по аптекам и собирать, да, этот Я лекарство. это всем говорю, Да, что у вас да. нет времени за каждую Всё. собаку бегать под отца. Еще сейчас новую собаку привезли, всего 15 ампул глюкантима принесли. Собака до 20 кило. Это маленькая доза. Должны довести или так тоже будет, что на вас надеется. Это тоже надо уточнять. Хорошо, уточним. Еще надо 6 ампул, да, для этой собаки. 36. Они вообще не принесли ни одну. По весу я вам там схему отослала. Вычислила и по весу сколько штук. Хорошо, Посмотрите. хорошо, Инна, все. Давай. Все, всего доброго. მოდი ჩემი თხოვნა არის, ჩემო დიფასებო. მე არც ერთ ძაღს, რომელსაც ჭირს ლეიშმანიოზი, არც ერთ ძაღს ავღებულობ წამლის გარეშე და რატო? იმიტომ რომ ლეიშმანიოზი ვერაგი დავადება, ჭირდება აუცილებლად სრული კურსის ჩატარება. კურნალობის კურსის შეწყვეტა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. ამიტომ როცა მოკავთ ლეიშმანიოზი დავადებული ძაღლი, მოიტანეთ სამკურნალო პრეპარატი. გლუკატიმი ქვია ესეთი პრეპარატია, წამალი იყიდება ავერსის აფთიაქებში, PSP-შიც არის ხოლმე. ავერსია შემოვტანი ამ წამლის, მაგრამ დეფიციტი არის, ძალიან დიდი მოთხოვნა ამ პრეპარატზე და დეფიციტია. და თან ესე იგი იყიდება როგორ? ზოგ აფთიაქში 2 ამპულა, ზოგში 3-ია და ასე შემდეგ. შემოვლა უნდა, ჩამოვლა უნდა, შეგროვება უნდა. ამას და ყველას გეუბნებით, კაცო, ვისაც ყავთ ძაღლი დავადებული ლეიშმანიოზით, მე ქუჩის ძაღლებზე მაქვს ლაპარაკი, მიკედლებულ ძაღლებზე. და ჩემთან რა მომყავთ სამკურნალოდ, მოიტანეთ აუცილებლად წამალი გლუკატიმი. იმიტომ რომ მე კიდე გიმოვიდეთ, იმისი დრო არ მაქვს, არ ჩემ თანამშრომლებს არ მაქვს ესეთ პერსონალი, ვისაც ეს აფთიაქებში ჩამოვატარებ და შევაგროვებინებ ამ წამს. ამიტომ კეთილიანებე და ჩამოერეთ, იყიდეთ ეს წამალი. თუ ფული არ აქვს ამ წამლის აღედელი, მაგასაც მე ჩაგირისხავთ. უბრალოდ დრო არ მაქვს, მე რომ ესე ვიარო აფთიაქებში, თქვენში ხო არ აქვს დრო. რომ მოიყვანთ ძაღლს რომ ვებულობ მაქსიმუმ 2 თვე ჭირდება ლეიშმანიოზზე მკურნალობას. ვინმეს და ფულს გახდევინებთ, რამეს გეუბნებით, კაცო, რა საჭმელი მოგაქვთ, არამე მოგაქვთ, წამალი მოიტანეთ, რომ ძაღლი მივიღო 2 თვე უნდა იყოს თავისუფლობაში ვოლიერში და მკურნალობთ. იქ ინა მკურნალობს ამ ძაღლებს, ინაიქიმსა თქვენ აძლევთ ხელფას თუ ჰაერით იკვებება, იმას ხო დანაზღაურება, ხო, იმას მილიონი სხვა რაღაცა ჭირდება კიდე, ხო? სამედიცინო აღჭურვილობაში პრინციპი ხელთათმანები და ასე შემდეგ. და ამას ყველაფერს ხო ვაკეთებ მეტო. რა გაატრაგეთ საქმე ბოლო-ბოლო რა. რომ მოკავ ძაღლი, მე ხო არ გეუბნებთ არავის უარზე, ქუჩის ყველა მიუსახარ ცხოველს ვეხმარები. და მარტო ლეიშმანიოზი თავადებული ძაღლები ხო არ აქვს, ერლიხრიოზი არის, 1000 სხვა დავადება, ანაპლაზმოზი, ბაბიოზი, რა ვიცი მე, მოტეხილი ზოგს მეჯი აქვს მოტეხილი, ზოგს ყბა აქვს მოტეხილი, ოპერაციები ჭირდება, ყველაფერს ამ ხელას საქმეს ვაკეთებ და შემეხედეთ ცოტა თო რამე კი არ გიჭირთ. ბოლო-ბოლო ერთი ნაჭერი პური გამოუგზავნეთ ამ საწყალ ძაღლებს რა. კარგი, მოგეთ ახლა მინდა ორი სიტყვით გითხრათ, ძალიან ბევრი კითხულობს ძაღლი გერმანული ნაგაზი, რომელსაც სოფელ ჭორვილაში, ხო არ მოგესმათ, სოფელ ჭორვილაში, ბიძინა სოფელი რო ჭორვილა რა. იქ ესე იგი ყბა მოტეხეს იმის გამო რომ ქათამე მოიპარა რა. ძალიან აქტიური ძაღლი არის, ყბა ქონდა მოტეხილი. გაუკეთეთ ოპერაცია, მოვლეთ, აღუდგინეთ, ძალიან მაგარ ფორმაშია, ყბა უმუშავებს. თითქოს არც ქონია მოტეხილი ისე შეხურცდა. ძალიან მოუსვენარი ძაღლია და ჩემი თხოვნა იქნება რომ დევს გასაჩუქებელი ძაღლების სიაში ვინ ჩამოიყვანა ჭორვილადან იმას ისე უკან სოფელში დაბრუნება ამ ძაღლის არ უნდა, იმიტომ რომ კიდე რამეს დამართებენ, კიდე მოიპარავს ან ქათამს ან კვერცხს, მე რა მაინტერესებს იცითო. ეს დედაფეთქებული სოფელში ძაღლებს ესე რატო იქცევთ ესე ცუდად. ჯერ ერთ უბედურებაა ძაღლებს ოტოვებთ ქუჩაში. ერთმანეთს ეჯიბრებით, სოფლები ეტყობა რა. ვინ რამდენ ძაღლს დატოვებს, მიატოვებს ქუჩაში. და რას აკეთებენ, დო? ერთი სოფლიდან მეორე სოფელში მიყავთ ძაღლი და იქ უშვებენ. მე იქიდან სხვა განუშვებენ და ესე არის ესე იგი ესეთი უბედურება მოკლედ რა და. კაი, თქვათ სოფელში გამოჩნდა ძაღლი ქუჩაში.
ეს დედაფეთქებული თუ გინათ რომ ძაღლმა ქათამიან კვერცხი არ მოგპაროთ ხო ადექეთ ერთი ნაჭერი პური მიაწოდეთ ხო შეგიძლიათ ესე იგი ჭირთ ეს დედაფეთქებული რავით ბიძილას უკითხო მაგის დედა მოთხან აყოვებულია ქვეყანა და ხალხი ესე იგი ხალხს თავზე გადაძვის სიბიორმა და თურმე საქართველოში მორბიან ამერიკიდან აქ სამსახური და კაი ცხოვრებისათვის თო იმდენი მოგიტყათ კეთილები მეთქენ რა ხო და ამიტომ ეს ძაღლი რომელიც გადავარჩინეთ ოპერაცია გავუკეთეთ ყბაზე სხვათა შორის ჭორიულა ქვია სახელი და ჭორიულა დავარქვი იმიტომ რომ სახელი რა ერქვა ამ ძაღლს არ ვიცით მიტოვებული ძაღლი იყო სოფელში კარგად არის და სოფელ ჭორიულაში უკან ვერ ვაბრუნებთ ამიტომ სადღაც უნდა მივაკეთოთ თუ ვინმეს გაქვთ სურვილი თბილისში რომ მიიკეთოთ ეს ძაღლი გაგატანთ ან თუ ვინმეს გინდათ რომ იჩუქოთ გაჩუქებთ მაგარი ტიპია ძალიან რა აი განაყრით ახლა ეგ სურაზე რომელი არის და ისეთი მოусვენა არის ესეთი სილქი არის რომ ერთ ადგილზე არ ჩერდება რა და ცოდო არის ამ ძაღლის ვოლიერში დიდხანს გაჩერება აღარ შეიძლება უნდა გაჩუქდეს რა აბა სადახა ჭორულია ნახე რამდენი ხარ თქვი დედაფეთქებულებად აი ისაც გეზარებათ ხომ შეხედეთ აი გაგიხსნეთ აი ეს არის თავშესაფარის გვერდი ეყურეთ აქ წერია დოკომ წერტილი G და რო გახსნეთ ხო აგერ გამოდის ამას ეზვარი ზაღლებს თავშესაფარი ხო და აი ნახეთ რამდენი ყველა ზაღლის სურათი არის ატვირთული აქ და თითო ზაღლის სურათს რო დააკლიკებთ ესე ხო იხსნება ანკეტა გამოდის აი ესე გამოდის და ხებულად ინფორმაცია საიდან არის ეს ზაღლის შემოსულა ეს არის მეტისია მეტისის შიშის ანუ ნარევჯიშის ზაღლი ეწერე მეტისი არის დუშეთიდან არის ეს ზაღლის შემოყვანილი ასაკი 2 წლამდე ზომა საშუალო თავშესაფარის მოქმედის თარიღი 21 მარტს მივიღე 2025 წელს მკურნალობის ვიზნით ჩამოიყვანეს ესე იგი კონდიცია რა დავადება აქვს ლეიშმანიოზი არის ძუ და ასე შემდეგ და ქვევით ესე კომენტარებში წერია რომ კომენტარები აქვს არ წერია ჯერ ეხლა ნახოთ აი ჭორიულე სად არის აი ნახეთ რამდენი ზაღლი მივიღე ბოლო კვირის განმავლობაში ეს არის სულ ახალი ზაღლი 24 არის დღეს ხო აგერ 24-ში არის ეს ზაღლი ატვირთული გუშინ მივიღე და დღეს ავტვირთია გიორგის მე ვნახოთ ჭორიულა სად არის ეხლა შეხედოთ ჩავიდეთ აქ ჭორიულა მივიღე სადღაც 2 კვირის წინ ეხლა ვნახოთ როგორ სად არის ჭორიულა გადავიდეთ მეორე გვერდზე აი ჭორიულა რა კაი ტიპია შეხედეთ ნახეთ ეს არის ჭორიულა გავხსნათ ახლა ჭორიულას გვერდი ყველა შეგიძლიათ ეს შეხვიდეთ და თქვენ ვებსაიტზე მნიშვნელოვანი შეცდომა მოხდა ამას თქვენ სულელი ხო არა ხართ რა მნიშვნელოვანი შეცდომა მოხდა აი გაიხსნა ჭორიულა უყურეთ ნახე რა კაი ტიპია ჭორიული შეხედეთ და ისე ხო გავს ბიძინას და თვალები შეხედეთ გაგიზდება კაცი მოგდეთ რა აი ეს არის ჩემი ძვირფასება ხმამოტეხილი ზაღლი სოფელი ჭორიულიდან რომელიც ესე იგი მივიღე 2 მარტს დღეს არის 24 მარტი და ესე იგი 22 დღეში ეს ზაღლი ისე დავაყენე ფეხზე აი ამ მოტეხილი ყბა ნახეთ ყბა როგორ აქვს ჩამოვარდნილი ამ სურათზე ხო ეს მოტეხილი ყბა ჩვეულებრივად დახურული აქვს აღდგა შეხურცდა მოტეხილი ძვლები და
ძალიან მაგარი არის, მოკლედ, ძალიან მაგარი ტიპია რა, ჩვენი ჯორულა. ხო და რა ვქნათ ახლა ეს ზაღლი არის გასაჩუქებელი და სოფელში უკან ვერ ვაბრუნებ ჯორულაში. ნახეთ რა მაგარი გერმანული მაღაზია. ძალიან საყვარელი ტიპია რა მოკლედ. ამა ხო გამიტრა გასაქმე გონაცი. დიახ, ალო. ალო. გამარჯობა. ეს მოგესალმებით, შემოგარგო. ვერ გიცანი, რომელი ხარ? ხორეშიდან გირეკავ, ბატონო თამარ. საიდან? ოფელი ხორეშა. ხორეშა კიდე არის ოფელი, კაცო ეს. კი, როგორ არა, დიახ. გაიხარეთ, გაიხარეთ. ეს ის ოფელია, ხო? სერგორო იყო ჯონიკიძე, კაცო. ძალიან ცეთი სოფელია, თუ გვეწევით, აი ძალიან ადვატლიერი დაგცემთ. რა საკითხი გირეკავ, ბატონო თამარ. ხო, შემოგარგო, აბა გიშვათ. აქ არის დედალი ძაღლი, რომელიც არის სამართლში, ვიცი რომ კატები ხდებიან, მაგრამ აკეშილია. და გავშევოთ სოფელში კაცი ძაღლი ვერ ვიშოვეთ ერთად და რამე არ არის რომ გამოუშვათ ჩემ მამაკაცი ძაღლი? ძაღლი გინდათ მოატყუნებინოთ უკაცრავად. აი ხაფე ესეთი ძაღლი ვერ გეცოცა ხამაკი მაგრამ შეჯვარება აბა შეჯვარება არ შეიძლება ესე იგი. მაგ სიტყვის სვარება ძაღლებს არ შეიძლება კატეგორიულად. იმიტომ გითხარით. მოტყუნა გინდათ მეთქი? არა, ეს შეჯვარება უფრო, ხო? შეჯვარება ძაღლზე არ ითქმის, გალბატონოა. დაქორწინება არა, კიდე ჯვარი დავწეროთ, კაცო, რა სისულელი. ესე გინდათ რომ ძაღლი, მამალი ძაღლი გინდათ, რომ გამოვაგზავნო, ესე იგი, მაგრამ რატო გინდათ რომ დაყაროს ლეკვები, კაცო? იმიტომ რომ გავაგზავნეს კიდე, ბატონო თამარ, საერთოდ არ არის ჩვენ სოფელში გადაგვასწინდა, აღარ არიან საერთოდ ესე იგი, გასაგები, კარგით, მე შეგირჩევთ მაშინ, მაგრამ რამაზას თქვენ ჩამოხვალ თვითონ და წაიყვან თუ მისამართი მოვცე და წამოვაჩით. არა, მე ჩამოვალ, ბატონო თამარ, მაშინ თუ თქვენ ჩამოხვალთ, წამოიყვანეთ ეგ ძუძაღლი ჩამოიყვანეთ და აგერ რომელიმე მამალ ძაღლს გავაძუკნინებ. აი ეგ სიტყვა შეეფერება ზუსტად, ესე იგი გავაძუკნინებ და მე წაიყვანთ უკან, მაგრამ რატო გინდათ რომ ეგ ძაღლი მათ გაამრავლოთ, ჯობია ჩემო ძვირფასო რომ მაგზას გავუკეთოთ სტერილიზაცია გოგო ძაღლს და ლეკვები ყავს სამშესაფარში და ლეკვებს გაგატანთ, რომელიც მოგეწონებათ, იმლებს გაგატანთ და ეგ ძაღლი ესე იგი დარჩება უშვილო მე ვეღარ გააჩენს ძაღლებს და მასე ჯობია კაცო, იმიტომ ძალიან ბევრი ძაღლებია სოფლებში გამრავლებული. აი ერთი მეგობარი მყავს, ეკარი, კიკიანი გვარად. იმას ყავდა დედალი ძაღლი. ხო და სულ მეუბნებოდი რომ გაასტერლე, მე თქვა არ გაასტერლე და ეხლა კი ყავს 8 ლეკვი ყავს სახში. გაეპარა ვიღაცა მამალმა ძაღლმა გაძუკნა ქუჩაში და დაღარა 8 ლეკვი და ეხლა პრობლემა აქვს, უნდა გააჩუქოს, მაგრამ ვერ აჩუქებს. არ ვიცი, ბატონო, ეს კაციანი გაითიშა. კარგი, ჩემო ძირფასება, მოკლედ სოფლებში ძაღლების გამრავლება ეს არის სისულელი, იმიტომ რომ ყველა სოფელში იმდენი ძაღლი არის. თოფი დაძდევენ მე და კლავი ნაგებად, წერილს მაგალითი ავიღო ჩემო ძირფასო რა. ალო. კი ბატონო, მაგრამ ეხლა თქვენ ისე არ აქნათ, რომ თქვენს მე რამე მოითხოვოთ, კაცო. იქნება და ხო, ეხლა მამა ეგ სერვისი ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ მარტო ძაღლებს ვემსახურებით და ქალბატონებს ვერ მოგემსახურებით სამწუხაროდ რა ვქნა ეხლა. საჩემი ჩამოიყვანეთ ძაღლს ესე იგი გაუკეთებ სტერილიზაცია და გაგატანდა ლეკვებსაც ამოარჩევ და წაიყვანთ ქალბატონო და რაც ეხლა ძუკნაობას ეხლა ხო თავი გამანებეთ რა. ხო, ისე ეს კაი. 1000 გამოკლებულია მოკლედ. აშაპირო და ვიღაცა. კარგი. წეროვაში ფოდოთამას წეროვაში არის ძაღლი ძალიან მძიმე. მოიყვანეთ გინაცვალეთ თუ ძაღლი საჭიროებს მკურნალობას, მძიმე როგორ მანქანა დაეჯახა?
თუ ძაღლი საჭიროებს კუნალობას მე მივიღებ და გავუკეთებ ყველაფერს და გადავარჩენ და შეგიძლიათ მიმართოთ არის ცხოველების ტაქსი, მაგალითად ბომბორა, ლუსი, ბევრი არის ცხოველების ტაქსი, გამოიძახო და ჩამოვლენ აქვთ სპეციალური ინსტრუმენტები და ძაღლთან ურთიერთობის დიდი პრაქტიკა აქვთ. აი ამ ტაქსის ესე იგი თანამშრომლებს ჩასვავენ მანქანაში და მოიყვანენ ჩემთან. მე მივიღებ და მივხვდე გავუკეთებ ყველაფერს. ასე რომ მე ტაქსი არ მაქვს. წერობაში ვერ ჩამოვა. გამოიძახე ტაქსი, ჩამოიყვანე, ძაღლს მივიღებ და ვუმკუნალებ. კარგი, შემოძირფასება. მოდი შემდეგ კითხოს უპასუხებ. მაგრამ ბიჭო გარბის ეს დედა აფეთქებოდა, რატო გარბის? და მოდი ისე მესენჯერში ვნახა. შემოსულ კითხვებს აი აქ Facebook-ზე. ეს ხალე ყავდა ხო? ნუ გადაუდა ვიღაც აშკარად რა. თორე ხა ღორეშაში ძაღლების მეტი რა არის და. რატო გარბის ეს კითხვები? მიგადაობა ძაღლს ყურზე აქვს დაჭირქებული ყური აქვს და კი მოიყვანე და მივხვდეთ. ძალიან მარტივია მაგ ძაღლის ყურის მოჩენა. ბირკასაც შევუცვლით, ჯერ ბირკას მოვხსნით, დაუმუშავებთ და მე რომ მოუჩება ყური გადავპირკავთ ხელახლა. კარგი, მოგეთ ჭორბელ ძაღლზე გითხარით, ჩემი თხოვნა იქნება. ეს ძაღლი თუ იმას გაქვს სურვილი, იჩუქეთ თუ არა და მაშინ მოუწევს თბილისის რომელიმე ქუჩაზე მიკადრება ამ ძაღლის და გაშვება და გაუშვებთ, იმიტომ რომ გალიაში დიდხანს ამ ძაღლს მე ვერ გავაჩერებ. ასე მინდა გითხრათ მეორე ძაღლის შესახებ, რიკოთიდან ჩამოყვანილი ძაღლის შესახებ, ისაც გერმანული ნაგაზია, სხვათა შორის, რომელსაც თოფი ესროლის და ხვა ქონდა მოგლეჯილი ქვედა ხვა. სამი ოპერაცია გავუკეთეთ, მაგრამ როგორც ჩანს დაჭირდება პროტეზის გაკეთება ქვედა ყვაზე, იმიტომ რომ ქვედა ყვა საერთოდ არ აქვს. დამსხვრეული იყო და ასე იგი სქელის საფანტი აქვს მოხვედრილი. მსხვილი საფანტი აქვს მოხვედრილი და ძვალი ესე ქვედა ყბაზე ძვალი აღარ დაუტოვა. და ეხლა რა ხდება? ამ ძაღლს ენა აქვს გადმოხდებული და თუ ეს ენა არ დაუფარეთ, ანუ რამე პროტეზი არ გავუკეთეთ ქვედა ყბის, გაშრება და მოიხსენებათ ენა უნდა იყოს სველის. ენა გაშრება, გაუხმება და მე მოკვდება ძაღლი რა. გამოდიოდა თან სკოლგერენ ყავს და თვალში აქვს გამონადენი და ვის მიმართოთ ომერჩეთ ვეური შველა სხვადასხვა ქიმა. როცა ესე იგი თვალიდან გამონადენი აქვს, ახს პირველ რიგში უნდა გაგიჩნდეთ ესე იგი ვარაუდი და იწვი იმისი რომ ჭირი ხომ არა აქვს, ახს ანუ ვირუსული ინფექცია ჭირი ხომ არა აქვს. ამიტომ უნდა გავუკეთოთ ტესტი ჭირზე. თუ ჭირი გამოვირიცხა, ხო, მაშინ ჭირის ამალი როდის მიეძეთ, იმიტომ ჭიამაც იცის თვალზე აი ამ ჭირქოვანი, ანუ წირპლი თვალში. თუ ესე იგი ჭირის ამალი არა გაქვთ მისამული დიდი ხანი, სადღაც 6 თვეში ერთხელ უნდა მიცეთ ძაღლს ჭირის ამალი. თუ არ აქვს, მაშინ შეიძლება ჭირის ბრალი იყოს და ჭირის ამალი უნდა მიცეთ. მაგრამ უნდა მიცეთ ხარისხიანი ჭირის ამალი. არის ძალიან ბევრი შემოსული თურქული, ინდური წამალი, რომელიც არ ვარგა. აი ყველაზე კარგი არის კანივერნი, ესეთი წამალი, გერმანული წარმოების არის. შეგიძლიათ კანივერნი მიცეთ. ხო, ნუ თუ ესე იგი ჭირის გამოირიცხა და ჭირის ამალის მიცემული გაქვთ ხარისხიანი ჭირის ამალი, ხო? ნუ მაშინ სხვა დაავადება ისეთი, რომელმაც იცის თვალზე ესეთი წირბლი და სისტემატურად, ხო? მე ვერ ვიხსენებ ასე დაავადებას. ან ჭირის ბრალი არის ეს, ან
ჭირის ბრალი. ორი ვარიანტია ჭია და უნდა მისი ჭიის სამალი, ან არის ჭირის ნიშანი და უნდა უკურავა გზას ჭირზე. კარგი, მოდით ახლა თქვენი თანასწორები ძალებს უპასუხებ და აბა ნახოთ ვის რაში. თუ დროს ხომ არ გიეკავთ? არა ქალბატონო, არა გისმენთ აბა. ხარი. ხო. შეიძლება გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. გადავიდეთ, მასე ჯობია, დიახ, გისმენთ. ბატონო? დიახ, გისმენთ, მასე ჯობია თქვენ. ესე იგი, ძაღლების თაობაზე ვrekav რა. ნაგაზები გვინდა რა, ანუ რა ვიცი, ზოგადად ეხმარები ხოლმე გაჩუქებაში ადამიანებს და თქვენზეც მითხრეს რომ ყავსო ცხოველებიო გასაჩუქებელიო და რა ვიცი თუ ისა ბევრს უნდა სურვილი აქვს და თუ გამომიგზავნით ამ ნომერზე ფოტოებს ან ვიდეოებს შემიძლია დაგეხმაროთ რა ამ საკითხში. კი ბატონო, გამოგიზარდეთ WhatsApp-ი გაქვთ ამ ნომერზე? კი, WhatsApp-ი მაქვს. თქვენ შეგიძლიათ ასევე შევგზავნეთ ჩვენს საიტზე თავშესაფარს აქვს თავისი ვებ გვერდი, ანუ საიტი. dog.com/g dog იცით ხო ძაღლს ნიშნავს ინგლისურად dog dog home სახლი dog.com/g წერტილის გარეშე ესე გადააბით ერთად dog.com/g და იქ ესე იგი ნახავთ ყველა ძაღლის სურათს რომელიც ძაღლის ყავს თავშესაფარში და ყველა ძაღლი არის გასაჩუქებელი. ყველა ძაღლისთვის ვეძებთ პატრონს. იქ არის როგორც ქართული ნაგაზი, ასევე როტველერები, პიტბულები, კანიკორსოები, ყველა ჯიში ძაღლია, მონადირე ჯიშის თითქმის ყველა ძაღლი ყავს. გაათვალიერეთ და თუ ესე იგი დაგვეხმარებით ძაღლების გაჩუქებაში, მაგრამ ჩვენ ძაღლების მოშორება კი არ გვინდა, ანუ ჩვენთვის სულ ერთი არ არის, როგორი პატრონი შეხვდება. უნდა იყოს აუცილებლად ისეთი ადამიანი, ვინც ამ ძაღლს ბოლომდე უერთგულებს, ძაღლის უერთგულებს და მიხედავს როგორ საჭიროა და ძაღლის თავის ფუნქციას შეასრულებს. მოშორება არა, მოშორებაზე არ არის საქმე. თავარი არის კარგ ოჯახში მოხდეს და მზრუნველი პატრონი შეხვდეს რა. თავარი ეს არის და მაგაზე ეუბნები დიახმეც. ჩემი მიზანიც ეგ არის, რომ ცხოველები იყვნენ, ანუ ზოგადად ძაღლების და კატებიც იყვნენ ბედნიერები რა. და თქვენ ახალობის ქალბატონი ბრძანდებით. ბატონო რა სპეციალობის ბრძანდებით მეთქი ქალბატონო? სპეციალობა სხვა მაქვს მე, მაგრამ როგორც ასე მოყვარული ვარ ცხოველები და ზოგადად პატარა თავშესაფარიც მაქვს სახლში და ვიფარებ ხოლმე რა ძაღლებს. ძალიან კარგი. დიდი საუნებით გავაჩუქებთ თქვენი დახმარებით ძაღლებს თუ ვინმე გამოჩნდა შეგვეხმაროთ. არა, მე რამოდენიმე დავდე ამას წინათ თხოვეს და გავუჩუქე რა ეხლა რა ვიცი და თუ იქნება კიდე იმიტომ რომ თხოვენ კიდე ოღონდ რეგიონებში იქნებიან ეხლა ხომ არ იქნება პრობლემა ქალაქში და იმაში შეიძლება ვერ მოხდნენ მაგრამ რეგიონებში თუ იქნებიან და ნორმალური ოჯახი და ნორმალური პატრონი შეხვდებათ მე მგონი არ იქნება ესეც პრობლემა. ქალბატონო, ჩვენ მარტო რეგიონებში არ ჩვენ უცხოეთშიც ვაჩუქებთ ძაღლებს, მაგალითად გერმანიაში, ესპანეთში ყავს ძაღლები გაჩუქებული, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში. ხო. ასე რომ ჩვენ დიდი საუნებით გავაჩუქებთ ძაღლს თავშესაფრიდან თუ გამოჩნდა მსურველი ნორმალური წესერი ადამიანი. კი ბატონო, ძალიან კარგი. მე ახლა ყველანაირად მაქსიმალურად ვეცდები და ვცდილობ ხოლმე რომ კარგი, თებუკა ჩემთვის საინტერესო აღარ არის. მე დაგემშვიდობები თქვენ. ჩვენ საიტზე შევძანდით და მე შეძლებს დაგვარად რომელი ძაღლის პრიორიტეტულია სურათებს შეგიღეთ WhatsApp-ზე ამ ნომერზე, კარგით? ხო, კარგი. ანუ ესე იგი dog.com/g, ხო, ესე არის. dog. ვიხარით თავიდან გამიმეორეთ dog. თქვენ შეგიძლიათ ჩაიწეროთ ქალბატონო. კი, ჩავიწერ. dog.com/g. dog.com, ხო? სახლი, home. დიახ, всё. dog.com/g. dog.com/g. მაგას მოგწერთ ახლა, მესიჯით მოგწერთ ამ ნომერზე. კარგი. კარგი, ნახვამდის, კარგად გამდიდრეთ. კარგი, მოდით. აბა შევხედოთ ახლა რა ხდება და რამდენი ზარია შემოსული, რამდენი ზარი შემოვიდა ნახე. გავიწყოთ პირველი ზარი.
ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ზარი იყო თქვენი ზაღლებთან დაკავშირებით მიერეკავდით, არ ვიყავი ხაზი, ახლა გირეკავთ. ой, დიახ. აბა რა გაინტერესებს, მითხარით? მოსული ვიყავი, მაგრამ არ ვიცი, რატომღაც მნიშვნელოვანი არ იყო არავინ. ლეკვი ვიპოვე სხვა ეზოში ოკის პარკში და ისი მოყვანილობა. და სად იყავით მოსული ტერიტორიულად? ლოსკიფანის ქუჩაზე. ლეგვით თან ყავდათ მოყვანილი? დიახ. ჯამთელი არის ლეგვი თუ ავათ არის და მკურნალობა ჭირდება? არა, ფიზიკურად ჯამთელია. ჯამთელ ძაღლს ჩვენ გალიაში არ ჩავსვავთ. ჯამთელ ძაღლს მე არ ვღებულობ ჩემო კარგო. ჯამთელი ძაღლი უნდა მიაკედოთ, აი ვაკის მარში თუ იყო, იქ უნდა დატოვოთ იქ და გაიზრდება კეთილი ადამიანების დახმარებით და რო გახდება 8 თვის მერე უნდა გასტერილდეს და მოიყვათ ჩვენთან უფასოდ გავასტერილებთ და ავცრით შობზე და გააგრძელებთ ქუჩაში ცხოვრებას. გალიაში რო ჩავკედოთ ძაღლი ცოდო არის, ამის გაკეთება არ შეიძლება. მე ჯალათი ხო არა ვარ, ცხოვრთა დამცველი ვარ. ჯამთელი ძაღლის გალიაში ჩაგედო არ შეიძლება არაფრით. და რა ვუყავით, სად არის ახლა ეს ლეკვი? სახში მყავს. სახში. მაშინ შევიდეთ სახში დაიტოვო და ყავდეთ სახში. როგორც ერთგული მეგობარი თუ შეგიძლიათ. თუ გაქვთ მაგის საშუალება, რომ სახში იყოლიოთ ძაღლი. კარგი, მადლობა. თუ არა და ისა ვაკის პარკში მოუწევს მაქსაცას დაბრუნება. კარგი განაცალე, კარგი ამოდროებით ნახავთ. ძალიან ბევრი ადამიანი მარითი შემოგარგება, რომ ჯამთელი ლეკვის თავშესაფარში მოყვანა არ შეიძლება არაფრით, რატო? იმიტომ რომ გალიაში ჩავსვავ მას გაჩუქების შანსი არ აქვს. არ აქვს, არ მოიდგინეთ. და გალიაში რამდენი ხანი უნდა იყოს ეს საწყალი ლეკვი. ჯერ გალიაში არ შეიძლება რატო? იმიტომ რომ სტრესღებულობს, დარდობს, ენატრება თავისუფლება, თან ჩემთან მოხალისეები იშვიათად თუ შემოივლიან და სულ 24 საათი უნდა იყოს იმ გალიაში ჩაგეტილი. ეს არის ზაღლის ტანჯვა წამება და მე როგორც ხორთა დამცველი ამას რა თქმა უნდა არ გავაკეთებ კაცო, ხო? რატო უნდა ვაწამო და ტანჯო ზაღლი? მე ხო ცუდი ადამიანი არ ვარ. და არ მინდა რომ ცუდი ადამიანი ვიყო და გავხდე, ხო? ხო, ამიტომ ქუჩაში დაბადებული ჯამთელი ლეკვი უნდა იზრდებოდეს ქუჩაში, თუ ვინმე გამოჩნდა ღვთისმიერი ადამიანი და წაიყვანა და სახში ან ეზოში ეყოლა და საკუთრებაში მოაქცია ზაღლი, ხო ძალიან კარგია, მაგრამ ესეთ რაღაცა ძალიან იშვიათად ხდება საქართველოში. ამიტომ ქუჩაში დაბადებული ლეკვი უნდა გაიზარდოს ქუჩაში, უნდა ისწავლოს ქუჩაში ცხოვრების წესი და გააგრძელოს ქუჩაში ცხოვრება, როგორც დანარჩენი 70,000 ძაღლი ცხოვრობს თბილისში ქუჩაში. მაგრამ აქ მეორე მომენტი არის, თუ ძაღლი აგრესიული გახდა, ანუ ფსიქიკაში ერყა და გაგიჟდა, მას სიცოცხლის უფლება არ აქვს. ქუჩაში ცხოვრების უფლება არ აქვს. ის ექვემდებარება ევთანაზიას. რა ვქნათ? როგორც გიჟი ადამიანი ქუჩაში არ უნდა დადიოდეს, ის საშიშია სხვა მოქალაქეებისთვის, ასევე საშიშია გიჟი ძაღლი, ანუ აგრესიული ძაღლი მოქალაქეებისთვის. მას ქუჩაში ცხოვრების უფლება რა თქმა უნდა არ აქვს. კარგით, მოდი ახლა ხო, მაგრამ შემდეგ ეს ლეკვები უნდა გასტერილდნენ აუცილებლად 8 თვის რო გახდება, უნდა გასტერილდეს ყველა ქუჩის ზაღლი, რომ აღარ გამრავდნენ. კარგი, შემდეგი ზაღლი მოდით ახლა ესავშალო. აი ხლა მომეზერებთ. ალო, გამარჯობა. თქვენი ზარი იყო ზაღლთან დაკავშირებით რეკავდით ალბათ. არ ვიყავი ხაზი, ახლა გირეკავთ. ხო, ანუ მე დაგიწერეთ WhatsApp-ში და ვილაპარაკეთ აი ზაღლები სამშობლო იყო ეს. ის საშიო იყო. კი, ქალბატონო, ხო მოგწერეთ იქ, ესე იგი. კი, ზაღლი რომელსაც ყურზე უკეთია ბირკა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ზაღლი აგრესიულობაზე შემოწმებულია, გაკეთებული აქვს სოფისაცსა და გასტერილებულია, ასე რომ თუ ვიღაცა რამეს დაუშავებს ესეთ ზაღს, კანონით იჯება.
ამიტომ ჯობია რომ მიმართოთ ადგილობრივ მერიას თუ რაღაცა კითხვები გექნებათ. კი ბატონო, კარგით, კარგით. კი ბატონო. მადლობა. და თუ რამე კითხვა გექნა დამერეკეთ ან მომწერეთ. ხო, რამე თუ უზო შემება. კი ბატონო, კარგით, ნახვამდის. მოლე ძალიან ბევრი ზარი შემოკარგება. ეგრეთ წოდებული ბირკიან ძაღლებთან. და მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ. ძვირფასო მეგობრებო, ძაღლს რომელსაც აქვს ყურზე ბირკა, ის იმას ნიშნავს, რომ ეს ძაღლი არის პირველ რიგში შემოწმებული აგრესიულობაზე. თუ ძაღლი არ არის აგრესიული, აქ ლაპარაკია ქუჩის ძაღლებზე. ქუჩაში გამოჩნდა ძაღლი, ხო? ცხოველთა მონიტორინგი და ყველა ქალაქში არის ცხოველთა მონიტორინგი. თბილისში მაგალითად არის თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, რომელიც ვალდებულია ქუჩაში არსებული ყველა ძაღლის მონიტორინგი გააკეთოს. ის ვალდებულია გააკეთოს ქუჩის ძაღლების მონიტორინგი და მონიტორინგი რას ნიშნავს? როცა ქუჩაში გამოჩნდება ძაღლი, გამოჩნდა ძაღლი. მაგალითად შემოგაში გამოჩნდა თქვა ძაღლი. მე ვალდებული ვარ დავრეკო მერიაში და ვაცნობ ამის შესახებ. უნდა მოვიდეს ცხოველთა მონიტორინგი, ნახოს ეს ძაღლი, გადაიყვანოს თავისთან მერიის მონიტორინგის თავშესაფარში. თავშესაფარი პირობითად თქვია, ეს არის სამსახური, სადაც ხდება ამ ძაღლების შემოწმება აგრესიულობაზე. ჯერ დაადგენენ ძაღლს ჩიპი უყენია თუ არა, რომ იქნება და პატრონი ყავს ამ ძაღლს, მაგრამ თუ ძაღლს ჩიპი არ უყენია და არანაირი ამოსაცნობი ნიშანი არ აქვს ძაღლს, მაშინ ხდება ამ ძაღლის შემოწმება აგრესიულობაზე. თუ ძაღლი არის აგრესიული, ხო აქვე ვიტყვი, ესე იგი თუ ძაღლს ჩიპი უყენია და დადგინა პატრონის ვინაობა, შეატყობინებენ პატრონს, რომ თქვენი ძაღლი ჩვენთან არის, გადაახდევნებენ ჯარიმას, 8 ლარია ჯარიმა ამაზე. გადაახდევნებენ და წაიყვანს პატრონი უკან ძაღლს. მაგრამ ერთი წამით ახლავე. Дайна. Батона Тамас, мне Наталья недавно скинула сообщение о том, что какие-то люди продают люкантин за 25 лари коробку. Они свои собаки там покупали, в общем, по блату. И у них осталось. Вас устроит, если я вам дам номер телефона с ними поговорить? Да, конечно, я куплю глюкантин, если Все, есть. я тогда скину вам сообщение, их координаты. Дина, и у меня сейчас прямой эфир. Ты мне отправь это все. Хорошо, Информацию. хорошо. И я куплю это лекарство. Хорошо, спасибо. Хорошо. მოგეთ ესე იგი, როგორც გითხარით. ყველა ძაღლი, რომელიც ცხოვრობს ქუჩაში, ექვემდებარება მონიტორინგს, ექვემდებარება სტერილიზაციას, შესაბამისად სოფის საცრას, ყურზე ბირკის დაბჯენას, ყველა ძაღლს ესე იგი, რომელსაც უკეთება კასტრაცია, სტერილიზაცია, ხდება ამ ძაღლების დაფიქსირება ცხოველთა რეესში, ენიჭებათ პირადი ნომერი, ეს პირადი ნომერი ძაღლის ამოტვიფრული ამ პლასმასის ბირკაზე, რომელიც ყურზე აქვს დამაგრებული და აქვს ცხოვრების გაგრძელების უფლება იმ ლოკაციაზე, საიდანაც შემოიყვანეს. მაგრამ თუ ძაღლი არის აგრესიული ძაღლები ექვემდებარება ევთანაზიას და ბუნებრივია, მასეც უნდა იყოს, მაგრამ აგრესიულობას ამოწმებს არაერთი ადამიანი, არამედ რამოდენიმე კინოლოგი ამოწმებს ძაღლს აგრესიულობაზე და თუ დაიწერა დასკვნა, რომ ძაღლი არის აგრესიული, მას აძინებენ და სწორედ ამ თემაზე დამერეკა ქალბატონმა, რომ სამი ძაღლი არის ჩემ ტერიტორიაზე, რომელსაც ყურზე ბირკა აქვსო, მაგრამ იქ გვერდზე მშენებლობა მიდისო და მუშებიო, რომლებიც მუშაობენო, იმათ არ ევასებათო ძაღლებიო და იქნება გაიყვანათო რა ძაღლებიო და მე აუხსენე ეს ყველაფერი, უთხარი რომ ძაღლს, რომელსაც არაფერი დაუშავებიო, რომელიც არ არის აგრესიული და იმის გამო რომ ვიღაცას არ ევასება ძაღლი, ხო? მასე მეც არ მევასება, ასეთი ხალხი, ვისაც ძაღლები არ უყურს. რა ვქნა გავასახლო ამ ქალაქიდან, ხო? ამას კანონი არ რეგულირებს. ასეთ ძაღლებს ვერავინ ვერ დაადებს ხელს. ძაღლი, რომელიც არ არის აგრესიული, რომელიც არის გასტერილებული და რომელიც ცხოვრობს ქალაქის ქუჩაში. მას აქვს უფლება ქალაქის ქუჩაში ცხოვრების, ვერავინ ხელს ვერ დაადებს, უბრალოდ კეთილი ადამიანების ბედად და იმედად ცხოვრობენ ეს ძაღლები ქუჩაში. კარგით. აბა ნახოთ ახლა.
კარგით, ახლა ახალი კითხვები ამასული, მაგრამ ბიჭო, გარბის და ვერ ხედავ ამ კითხვას. მოდი შემდეგი ზარი ვნახოთ და თქვენი თანასწრებით ერთი ვნახოთ, აბა ვის რა პრობლემა აქვს და უპასუხოთ. აი ამ ზარების აი ეს საჯაროდ განხილვა და პასუხი იმიტომ არის, კარგი შემოძეფასება, რომ სხვა ადამიანებს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, ანალოგიური კითხვები აქვს, ხო? შეუძლია იმათაც მოისმინოთ და ამით ფაქტურად ორ კურდღელს ვიჭერ ერთად რა. ახლა ეს არის. აბა ნახოთ ამას რა პრობლემა აქვს. ეს არ გასაგებს ეთქობა მკვდარი საათი აქვს შემდეგი ზარი არის აი ეს აბა ნახოთ რა შეიძლება ხო ჯერ 6-7 დაიწყო და ალო გამარჯობა გენაცვალე გამარჯობა ბატონო თამარ თქვენზანდები დიახ ზარი იყო თქვენი ვერ გიპასუხეთ ხოლმე აი თქვენი ნომერი მომცეს რაც ბატონო თამარ რა უნდა გითხრათ რაც ლეკვები დაყარა ეგ მასანტალა სოფელში ცხოვრობს საგურამოში და ხო 3 წელიღა დარჩა დედლები არის და ანუ ვერც გადავყრი აქ და შემომეკედნენ და რო ჩამოვიყვანო ადრე გითხარით და მე ის ლეკვი დავიწოვე მე ყრუ იყო და შეიძლება იქ თქვენ თავს შესაფარში თუ რა რამხელები არიან ლეკვები საერთოდ 2-დან 3 თვემდე არიან რა ეგ ესე იგი სამივე არის ძუ ხო ძუ კი ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ თითი ჩემბატონო სადმე უნდა მივაკეთოთ მაგათ ვერ გააჩუქებთ თქვენ სამწუხაროდ ნარევის ჯიშის ლეკვების დაჩუქება ძალიან ძნელია. პატარა ჯიშია დედა რა. კი. და მამა არ ვიცი რა არის რა. აქ ერთადერთი გამოსავალი რა არის? ეგ ძაღლები სადმე უნდა მივაკეთოთ. მათ სოფელში თუ ვერ მიაკეთებთ სადმე. მაშინ ქალაქში უნდა ჩამოიყვანოთ და ქალაქში უნდა მივაკეთოთ სადმე რომელიმე პარკში, ან რომელიმე სკვერში, ან რომელიმე ქუჩაში. ხო და თქვენ როცა წამოხვალთ წამოიყვანეთ მაშინ და იქ რამოდენიმე ლოკაციაზე სადაც ძაღლები ყავს მიკედლებული რამოდენიმე ცხოველთა მოყვარულს მე მოველაპარაკები და იქნება სადმე რომელიმე ლოკაციაზე მივაკეთოთ თუ არა და ჩემ ლოკაციებზე მივაკეთოთ იქნება ეგ ლეკვები და რო გახდებიან 8 თვის მე 3-ვეს გავასტერილებ თუ მანამდე ესე იგი არაფერი შეემთხვათ ქუჩაში 3-ვეს გავასტერილებ და გააგრძელებენ ცხოვრებას თბილისში კარგით კი ბატონო. რა ვიცი, გავასტერილებ და მათ საგურამოში შეგიძლიათ მე დააბრუნოთ? საგურამოში აქ დავაბნა, სად დავსვა, სად გავ მე თვითონ მოცხი ძაღლი მყავს ნადიროთ მეძებლები და მაგათ შევინახავ. კი არა, ნუ მაშინ ისევ ქალაქში მოუწევთ მათ. მაგ საწყეს ცხოვრების გაგრძელება. კარგით, მოგეთ, როცა მოახერხებთ, გამოიყოლეთ და მანამდე დამერეგეთ და მე გეტყვით სად მივაკეთოთ რა. კარგით მაშინ დაგირეკავთ მე ხვალანზე და დამაკვალიანეთ და ჩამო. კი ბატონო, კარგით მოვილაპარაკეთ. აბა დროებით ნახავთ. აი ხორეშაში გამოგიზამნი, სად არის ის გოგო? რო შემოვიდა, ალბათ შაყირობდა, ხო? ხორეშაში მიდაო და დედალი ზაღლი მყავსო. იქნება გაზუკნოთო და აი ჩამოვდი და აი ამ საგურამოელ ლეგებს დიდი საუნებით გაგატანთ ჩემო კარგო და დედაზას გაგისტერებთ. კარგი ეს ბატონო თამას მაინტერესებს რამდენი ფლაკონი უნდა ლეიშმანიოზის სამალი მკურნალობის სრული კურსისთვის. ესე იგი
ჩემო ძვირფასებო ლეიშმანიოზის სამკურნალო პრეპარატი არის საქართველოში ესეთი სახელით გლუკანტიმი. ეს ნემსი და ამ ნემსის რაოდენობა სრული კურსისთვის დამოკიდებულია ძაღლის წონაზე. იმის მიხედვით ძაღლი რამდენს იწონის. რაც უფრო დიდი არის ესე იგი წონით ძაღლი, მით უფრო მეტი ჭირდება. მაგალითად 20 კილო ძაღლს ერთი ამპულა ჭირდება დღეში. ანუ 21 დღე არის მკურნალობის კურსი და 21 დღის განმავლობაში 21 ამპულა ჭირდება. 20 კილოზე ვით ხო, უფრო მეტი ჭირდება ამპულა. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ესე იგი ინფორმაცია რამდენი კილოა ძაღლი და მაგის მიხედვით მე გეტყვით რამდენი ამპულა დაჭირდება. 20 კილო ძაღლს ჭირდება 21 ამპულა განტები. კარგით, ახლა მოდით ყველაზე დიდხანს რომელი ძაღლი ცოცხლობს. აი ძალიან ძნელი არის ახლა. ეს იგივეა რომ თქვენ მე შემეკითხოთ ყველაზე დიდხანს რომელი ეროვნების ადამიანი ცოცხლობსო და გააჩნიათ ძაღლს კაცო. მე მაგათად ქართული ნაგაზი ვიცი, ქართული ნაგაზი ხო ფაქტურად ყველაზე ნაკლებ ცოცხლობს, სადაც 10 და 12 წლამდე. მე კვდება ასაკის გამოკვდება, მაგრამ ქართული ნაგაზი ვიცი 18 წელი ცოცხლა კაცო. აბა ნახოთ ვინ არის ეს. დიახ. ალო. დიახ. დიახ, მირეკავდით ხო? კი, თქვენი ზარი იყო ძაღლთან დაკავშირებით მერეკავდით ალბათ, მაშინ ვერ გიპასუხეთ და დაგმერეკე. კი, გირეკავდით, დიახ, აი მდგომარეობა მაინტერესებს როგორ არის. რომელი ძაღლი გაინტერესებთ? ბევრი ძაღლი ყავს თავსაფარში ძალიან. თქვენ ბატონი თამაზი ბრძანდები? დიახ, მე ვარ გისმენთ. ბატონ თამაზ, უბრალოდ დახმარება მინდოდა, მე ძაღლი ვიპოვე ქუჩაში და მაგიტო დაგირეკეთ, მაგრამ აი კეთილმა ადამიანმა მოკლედ დამეხმარა, მე პატარა ბავშვიც ვიყავი წინასწრით და ვერ მოვახდინ რომ მიმეყვანა და დამეხმარა მე, სხვათა შორის იცით ელისბარაშვილი, ირაკლი ელისბარაშვილი დამეხმარა, წაიყვანა, გადავიყვანეთ და კარგად არის ძაღლი, ხო? მაგაზე ვგირეკავდი. გაიხარეთ. და დახმარება ხომ არ ჭირდება? არა, ეხლა აღარ, აი თქვენ ხართ, აი არ ვიცი, საქართველოში ღმერთი ხართ, ჩემი აგრეთ ამდენ შეესამჭირდა თქვენ მოგმართეთ და რა ვიცი, აი გლოცავს თქვენ ყოველდღე. თქვენ გაიხარეთ, ისეთ საქმეს გაიხარეთ, მაგრამ აღმერთი კაცო, ჩვეულებრივი რიგითი თბილისელი ვარ, როგორ გეკადრებათ? არა, რიგითი არა, იმდეს დაურეკე და ყველა მოარი მითხრა და ისე განვიცადა, მე თვითონ რომ აი არ ვიცი ამ ძაღლი ყდებოდა და მე დამეხმარეს და გადამეყვანა და კარგად არის. გაიხარეთ. კარგი შემოკარგეთ, კარგი, აბა დროებით ნახვამდის, მადლობა. ესე იგი, ხო მოვლაზია პირობებზე კვების ჯანმრთელობის ხარისხზე და ასე შემდეგ სიცოცხლეც ხანძდება. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა როგორც ასეთი ჩემი აზრით და ბევრი ექიმის აზრით დამოკიდებულია სწორ კვებაზე, ხო, ჯანსაღ კვებაზე. რაც უფრო ჯანსაღად იკვებება ადამიანი, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს ალბათ. ხო და ასევე ბევრ სხვა ფაქტორებზე კიდე დამოკიდებულია სუთა ჰაერზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე ალბათ, ხო და ხა ძაღლები სიგარეტს არ ეწევიან და სასმელს არ სვავენ და წესი დიდხანს უნდა ცოცხლობდნენ, ხო ადამიანზე, მაგრამ ბევრმა ადამიანმა არის ის, რომ რატო ვერ ცოცხლობს ძაღლი ადამიანები, თქო 70, 80, 90 წელი. ხო და ამაზე ძალიან მარტივია შემოკარგო კითხვა. ამ კითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი. ესე იგი პასუხის შემდგომში მდგომარეობს, რომ ძაღლებს მოგეხსენებათ, შინაგანი ტემპერატურა აქვთ გაცილებით მაღალი ვიდრე ადამიანს. ძაღლის შინაგანი ტემპერატურა არის 38.5-დან 39.5-მდე. აი წარმოიდგინეთ თქვენ ადამიანს რო გქონდეს 38.5 სიცხე. მუდმივად თუ 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, 1 თვე, 1 წელი, 2 წელი, 3 წელი გაძლევს, რამდენი წელი ცოცხლებს ადამიანი აი ამ ტემპერატურით 38.5-ით, ხო? ხო დიდხანს ხო ვერ იცოცხლებს. ხო და მე ვფიქრობ აი ამაშია საქმე, შემოკარგო ზუსტად, რომ რადგანაც ძაღლებს აქვთ
ადამიანზე მაღალი შინაგანი ტემპერატურა, ანუ 38 ნახევარი, ჩვენ ხო გვაქვს 37-მდეა ნორმა და 37-ისევ სიცხე გვაქვს, ხო და ვერ ვცნობთ თავს კარგად. ხო, აი სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ის შინაგანი ორგანოები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ასევე, ხო, რაც ძაღლს აქვს, ფილტრები გვაქვს ჩვენს ადამიანს, ძაღლსაც ხო ფილტრები, კუჭი, რა ვიცი, გული, ღვიძლი, ყველაფერი, რაც ესე იგი ჩვენ გვაქვს, ძაღლს აქვს, ძაღლსაც იგივე აქვს, ხო? მაგრამ შინაგანი ტემპერატურა რადგანაც მაღალია, ეს ორგანოები დიდხანს ვერ მუშაობენ და იმიტომ არის, რომ 10-12 წელი არის საშუალო ხანგრძლივობა ძაღლების და მე ბერდებიან და კვდებიან. ბუნებრივი სიკვდილით კვდებიან. დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისათვის, შემოძვირფასებო. მადლობა, მოდით ახლა შემდეგი ზარს ვაპასუხოთ. ეს არის. გამარჯობა. ალო, გამარჯობა. Hello. Hi. გამარჯობა. ზარი იყო თქვენი, არ ვიყავი ხაზე. You're gonna have to speak in English. Who is this? I am speak English very bad. როგორ აქცენტი მაქვს რა? I don't speak Kartoli. I могу я могу по-русски, если вы знаете русский язык, я могу по-русски с вами разговаривать. I have no idea what you said. Do you speak Russian? No. No. კიდე რა ენა ვიცი და მეგრული ვიცი კიდე ცოტა. You can text me. Text WhatsApp. Yes. 1 minute please, 1 minute. Yes. Okay. Yes. 1 minute. Translation, ესე იგი ხო მივაჭიროთ translations მივაჭიროთ ახლა და მე ჩემი translation-ი მაქვს ესე გადასათარგმნი. ეხლავე. გამიჩია ჩემო translation-მა თო. არა, შეგეძლო გეპასუხა, კაცო, translation-ი მჭირდება. ნიკო. ხო და აი ხო მე ლაივით შეგოდა და. არა, აქედან მე ტელეფონი და. ხო. უთხრა დელევარკეთი რა უნდა. აი ჩემი translation-ი მოვიდა ახლა და გადავეთარგმნის. Hello. Yes, we are listening. Yes. Hi. What is it? You called me. You have called some hours later. Oh wait, is this Temazi? Yes, it's Tamazi's number. Oh my God. This is great. Oh, I didn't know you. I didn't recognize your number. I'm sorry. I didn't know your number. No problem. Okay. This is great news. Look, this is. I have a really big problem. Okay. Yeah. Go. 2 days ago, there was a puppy, 4 or 5 months old. Okay. Yes. What's the problem? The problem is she followed me because she was playing with me. She's a stray dog. She's not my dog. She's not anyone's dog. She's a stray dog. A stray. And Yeah. while on the way to get her food, she got attacked by 3 dogs. I took her home. She was bleeding. I took her home. I showered her. I gave her food. Then the next day, yesterday, I took her to the vet. I took her to vet house. Yeah. She is easy word fucked up. She has a broken femur, broken leg. She has a broken spine, and she has a broken pelvis. I don't know how to help her because I'm a poor student. I don't know how to help her. I need her to have help. Okay, 1 minute. Okay. Yes. Coaches like we don't know what we do with a machine video და საკმაოდ ამის დროს და ისინი ძაღლებიო და ყველაფერი მოტეხილი აქვს მომის რა ვიცი. მე სტუდენტი ვარ და არ ვიცი რა უყო და. Okay, you can bring this puppy to our shelter and we will take care of it. One more thing.
The clinic that I took her to yesterday, Yeah. they said that they can do a surgery on it, maybe to fix her, but they said that the surgeon won't be available until tomorrow, and tomorrow I am meeting the surgeon actually at 12:30 for a consultation to check like what kind of surgery, what would he do, what is he able to do. Okay, 1 minute. What would you advise? Yeah. ესე იგი ვეთხოვში წავიყვანეო. ხო და ესე მithos რომ ქირურგი იქნება, აი ხვალ უნდა შევხვდეო და მეტყვის რომ ოპერაცია უნდა გავუკეთოთო. და რა ოპერაცია უნდა გავუკეთო და ასე. რენტგენის სურათი აქვს ჩამიგოს. რენტგენის სურათი შეგვიძლია. რენტგენი თუ რა ასე. X-ray. Do you have a photo of X-ray? I contacted them today. I told them to send me a photo of the X-ray. I'm still waiting for them to send it. Maybe I can get it today. Maybe I can get it tomorrow. იქნებ ხოლმე მოართვა. სალარი სახაზავი. Where is this puppy now? With me in my home, at my home. She can't walk, you know. Bring can't this walk. puppy. Bring this puppy to our shelter. მეყონდა ჩვენ გავუკეთებ. And we will do anything what is needed for შეიძლება it. საერთოდ არ იყოს. Maybe the surgery will not be needed, and it will fix ჩვენი მეთოდით შევახოცეთ. without our method. What is your method? რა მეთოდი გაქვს? თამაზის მეთოდი ქვია. This is the method of Tamaz, and sometimes dogs don't need surgeries, and everything is well. Okay. I don't think I can do it. I don't think I can do it tomorrow. Sorry, today. I think I can bring her tomorrow. Is that okay? Oh, yes, you can bring tomorrow. კაიროზე მიყვანა. In Grigol Lord Kipainza Street 26 in our shelter. Can you say that again so I can write it? Grigol Lord Kipainza Street. It's in Google Map when you write down Tamzelis Bereshvili Dog Shelter. It's Grigol. Yes. Because Grigol. Sorry, say that again. Lord Kipainza. Okay, I see it. Grigol Lord Kipanidze. Yes. Do you have Google Map? Yeah. Yes. I found it. Yeah. Okay. Which number on the street is it? 26. 26. Okay. ხვალ მოიყვანა 6 საათამდე. Tomorrow, bring till 6 o'clock. 6 o'clock. Yeah, hopefully. Yeah. Okay. You mean you close at 6? Yes. Oh, okay. I understand. Yeah, hopefully I can bring her tomorrow then. Awesome. Okay. Thank you. Okay, you're welcome. Bye. Bye-bye. როგორი ტრანსლეიშენი ყავს. მადლობა ანტონა. გაიხარე. კარგი, ჩემო ძვირფასებო. ესე იგი ეხლა სანამ შემდეგ გზას უყავსყებ, ჩემო კარგია, კითხვა მოვიდა. ქალბატონი ზოიამ წერს, რომ 3 წლის წინ მანქანამ დაარტყა ძაღლს და ქონდა პრობლემები. მე ესე იგი თავისით მოურჩა ის რაღაცა ბურთივით ქონდა სორნაზლავზეო და ეხლა ხშირად კუჭი აქვს საშლიო, როგორ მოვიქცევა. ქალბატონო ზოია, ასეთ შემთხვევაში ხო ძალიან კარგ ეფექტს იძლევა, ძალიან კარგ შედეგს იძლევა, არის ესეთი წამალი ენტეროსგელი ქვია. შეგიძლიათ შეიძინოთ ავერსის საფთიაქში იყიდე, PSP საფთიაქში, PC-ში, ადამიანის საფთიაქში იყიდე მოგეთ ეს ამბავი, განახით ახლა მეთქე როგორი შეფუთვარი და ახლა არ შემოდიკაც. მე ახლა განახებთ. აი შეხედეთ ენტეროსგელი. არის აი ესეთ ესე იგი პაკეტებში არის, როგორც ერჯერადი ჩაი. აი ესეთ პაკეტებშია, შიგნით არის სქელი, ბლანტი, თეთრი სითხეა, როგორც შედედებული რძე, სგუშონი მარაკოს ვეძახიან. ხო და შეგიძლია თქვენ ესე იგი დღეში ერთხელ ერთი პაკეტი ჩაასხათ პირში. აი ყურეთ. ესე იგი აი ეს არის ეს რაც გითხარით. ან კოლოფში იყიდება რამოდენიმე ესეთი ფირფიტა არის.
და შიგნით არის ბლანტი თეთრი სითხე. როგორიც ენტეროსგელი ეს აწერია ინგლისურად და ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ძალიან კარგ. და პარალელურად თქვენ შეგიძლიათ ესე იგი მიაშველოთ ლევომიცეტინი. ეს ძველი კომუნისტების დროიდან ხმაურობენ აი ამ წამალს. ჩავწეროთ ლევომიცეტინი. ეს ფირფიტებით იყიდება აბები, აი გავხსნათ ესე იგი და განახევთ. ლევომიცეტინი უკრაინული წარმოებაა, დარიცინა არის კომპანია, ის უშვებს ამას და დღეში ერთიაბი რომ გადააყლაპოთ. ენტეროგელი ჩაასხეთ ესე იგი, ენტეროსგელი, აგერ გაჩვენეთ ენტეროსგელი აბატონო. დღეში ჩაასხეთ პირში ერთი აი ესეთი ჭუბიკი ქვია თუ რაც ქვია. ერთი პაკეტი ჩაასხეთ დღეში. პაკეტში არის 15 გრამის სითხე და დაალევინეთ ერთიაბი ლევომიცეტინი. ესე იგი, მე-5-მე-6 დღეს იქნება საოცარი შედეგი. ყოველდღე დაალევინეთ 5 დღის განმავლობაში და უკვე მე-6 დღეს მომწერეთ როგორი შედეგი გექნებათ. თუ კიდევ ექნება თხელი განავალი, კიდე შეგიძლიათ 5 დღე გაუგრძელოთ. შედეგი აუცილებლად ექნება ძალიან კარგი. კარგით, მოდით ახლა მე გავაგზავნებ სარებზე პასუხის გაცემას, თუ იმას რამე კითხვა შეგიძლიათ მოვწეროთ. ჯერ კიდევ მაქვს 15 წუთი და მერე დაგემშვიდობებით. ხო, ამოწყვილეს კიდე ძაღლიო ნახე ქუჩაშიო, გამოვყავდა სხვა ძაღლებს დაუგლიჯეთ. სამწუხაროდ არ არის ძაღლებს აქვთ ესეთი ძალიან ცუდი თვისება, როცა რამოდენიმე ძაღლი, 5-6 ძაღლი შეიკვრება და გუნდს გააკეთებენ. აითვისება რაღაც კონკრეტულ ლოკაციას და მე იმ ლოკაციას იცავენ, სხვა ძაღლებს აღარ უშვებენ შინ. თუ რომელიმე ძაღლმა გაიარა, მე მაქვს ლაპარაკი, თუნდაც ნებისმიერი სხვა ძაღლი, პატრონიანი ძაღლი, ხო, იმას ერჩიან, უკრეფენ და ეუბნებიან ამით. აგზნობინებენ, რომ ეს ჩვენი ტერიტორია და აქ არ გამოიარო. ანუ საზღვარს იცავენ. და თუ რომელიმე ძაღლი მაინც შევიდა იმ ლოკაციაზე, მაშინ ხდება ამ ძაღლზე თავდასხმა და აზიანებენ რა ამ ძაღლს. ყველა ერთად ესხმის თავს აი ამ უცხო ძაღლს. და ამიტომ ეს ბევრმა ადამიანმა არის ის და მე უკვე ვაიმე ძაღლს ვასეირნებდი და აი სხვა ძაღლები დაესივნენ. თქვენ უნდა ეცადოთ, როცა შედიხართ აი ესეთ ტერიტორიაზე, სადაც მიკედლებული ძაღლები არიან. აუცილებლად უნდა მოხდეს თქვენი ძაღლის გაცნობა ამ ძაღლებთან, ხო? ელაპარაკეთ, როგორც ახლა მე გესაუბრები, თქვენ ელაპარაკეთ, ძაღლს ადამიანის ლაპარაკი ესმის, ადამიანის საუბარი ესმის და სასურველია ჯიბეში თუ გექნებათ რაიმე ისეთი გემრიელი საკვები, ან მშრალი საკვები ძაღლის, ან თუნდაც ერთი ნაჭერი პური და მიეცით. აი ამით ესე იგი მოხდება თქვენი ძაღლის გაცნობა ქუჩის მეუსაფარ ძაღლებთან და შემდეგ ეს პრობლემას იხსნება. ეს ბევრმა ადამიანმა არის ის და შემდეგ ესეთი კონფლიქტი ხდება ხოლმე თქვენ ძაღლსა და ქუჩის ძაღლებს შორის. შემდეგი ზარი. აბატონო ზარი არის, აბა ნახოთ ახლა. კარგი, ნომერი დაკავებულია. შემდეგი ზარი. 59956 და ასე შემდეგ. ამას გამარჯობათ. გამარჯობა. მოგძანდებით. გმადლობთ, ვერ გისანით რომ თამას მე ისვადის რომ მოვიყვანეთ ჩორნა მგლისგან დაგლეჯილი, შორიდან კი ის რა ქვია, თქვენი ადმინიდან კი რაღაცა გავიგეთ გუშინ წინ თუ გუშინ აღარ მახსოვს ნატომ დაურეკა და რომ კარგად არისო და უბრალოდ შემოგეხმიანეთ თქვენ არც კი, ძალიან წყნარი ძაღლი არის. ძალიან წყნარი ძაღლი. გუშინ კი ააპირებდა, გაპარვა უნდოდა. მართლა? კი, გაპარვა უნდოდა, მაგრამ
მოვავრუნეთ ისე უკან და ძალიან თბილი ზაღლია, ძალიან წყნარი ზაღლია. ჭრილობასაც უმუშავებთ, ნუ შედეგი გვაქვს ახლა. სავარაუდოდ სადღაც ალბათ 10 დღეში უკვე ყველაფერი კარგად იქნება და მე შეგეძლებათ წაიყვანოთ უკან. იმედია მანამდე ვერ შეძლებს და ვერ გაიპარება. დიდი მადლობა და რომ მოვარ კიდე რაღაც ზაღლებისთვის საჩუქრებს მოგიტანო. არ არის საჭირო, ყველაფერი გვაქვს, ამ ეტაპზე ყველაფერი გვაქვს. მე შენობით რო გელაპარაკები ახლა ისე რა ვქო, ახლა ქალაქელი ხალხი ვარ. არა, კაცო, პირიქით, რა შესულელია, თქვენობით ლაპარაკები. ხო. მასე ჯობია. აი კაცი ხარ, თამას გენაცოლე გულში რა, გაისაკეთებ და რაზეა საუბარი, აი ყველანაირად მე რა მაინტერესებს, იცით, ეს ზაღლი მად დიდი ხნის მიკედლებული არის, ბირთვისიდან არის, ხო, სოფელ კი, ეგ ზაღლი არის, კი, ერთი მინიმუმ 2 წელი, შეიძლება მეტიც თაზო. 2 წლის. ხო, არა, აშკარად ესე იგი დაგლეჯილია და საინტერესოა, მგელთან მოვიდა მართლა ჩხუბი თუ სხვა ზაღლებთან ხო არის ჩხუბი? ეგ არა, თამას, მე ვიყავი ასული და კვალი ვნახე გუშინ ახლა იქ მაგრა თოვდა რა, თოვს კი ედო, მაგრამ გელი 100%-იანი, იმიტომ მეორე ძაღლს საერთოდ ხელი გამოღადრა, მაგრამ როგორ ჩანს სალათ არის რა და ზაღლები რო ებმევიან, მან როგორ არის იცი? მე ცალკე მყავს 7 ცალი რა, ანუ ეზოს გარედან, ეზოსიც კი მყავს, მაგრამ ეზოს გარედან მითხრა ზაღლები და ნატოსაც ხავს ცალკე დაახლოებით მაგდეინ და ახლო ვარ გესმით და ამ ხმაზე ეთყობა ეს ზაღლები ერთვებიან რა და აი პროსტა რო არ მიყავს მიკვირს რა ეთყობა გაურბის მერე ზაღლებს რა აი ეგ არის მეტი ვარიანტი არ არის იმიტომ ის ერთი აი კონკრეტულად ის ყანყრატო ქონდა ამოღებული და რო ჩამოვიყვანეთ გზა კი მივიყვანეთ იქამდე ბუნებაში იქ საოპერაციოს არ ეცალა მერე გადმოვიყვანეთ აქეთ რა ქვია ეს უკრაინელების როა რა ვიწეწებიან ფასებს იძახიან ესე კი თასო გადამრიეს თუ ამისი ის რო ჩავიყვანეთ ზაღლი ფეხებმოტროული 400 ლარი მითხრე სტაციონარი დღე თუ ამაც დედა მოვყან ამათ აი შეთია კი ვინუშდენი ვარ რა ზაღლი რო გეწოდება ხუაზე ხარ ეხლა ჩემი ზაღლი არ არის ქუჩაში ვიპოვე ხუაზე ხარ და ხო არ მიატოვებ არა მაგრამ რაღაც აი კატასტროფა ფასებია რა აი ჩვეულებრივია და მე მგონი 400 ლარი სტაციონარი კაცი აждდება თუ ამისი ნატო მეუბნეო და გადასხმები გავიკეთეო და 70 ლარი გავომართვესო და ზაღლის გადასხმებში ეხლაც დავათრევთ ერთ ლეკვია ინტერნეტი ქონდა სტოპი 100 ლარი დღე თუ კი არა ნუ ყაშაღები არიან ეგ ვეთაუზი განსაკუთრებით რა ძალიან მაღალი ფასები აქვს ყაშაღები არიან მოკლედ რა მაგრამ კარგი სპეციალისტები ყავს სხვათა შორის პირობებიც კარგი არის კი რა მაინტერესებს იცი ახლა ეს ერთი მგელის გაკეთებული არ იქნება იქ ეთყობა რამოდენიმე მგელი ან გლის ოჯახი არის და ეს ხმა თორე ერთი მგელი ესე ძაღლს ვერ მოკლავს მოკლედ რა ვერ დაჩაგრავდა ის პატარა იყო ძალიან და ეხლა რა ვქენი ცითაზო სადაც ნასიარულები ვნახე რა თოლში ფოტოხაფანგი იმას ვქენი რა დაუყენე რა და ეხლა დღეს უნდა ავიდე რა გავსინჯო რა აჰა ესე იგი ფიქრობ რომ ერთი მგელი არის მე ვფიქრობ რომ ერთი მგელია იმიტომ რა არის იცი ეხლა ის პატარა არ უნდა დაეგდო რა ანუ რა ისეთი პატარა იყო ის რა აი წარმოიდგინე რამდენ კილოიანი ზაღლი იცი 12-11 კილოიანი ზაღლი რა და ესე იგი უნდა წაიყვანა ესე იგი ფაქტობრივად უნდა წაიყვანა რომ ის ყანყრატო ქონდა გამოღებული რა კი მოვიდა სახლამდე ხრიალებდა მაგრამ ვეღარ ჩაუსარით რა მე მანამდე რა დრო იყო დაკარგული ღმერთმა უწყის რა როდის მოხდა ვერც გავარკვიეთ რა და მაგის გარდა კიდე ერთი გრათხარია იქ მიკედლებული ანუ მეზობელს ახავს უკუჩა მიკედლებული კი არა უკუჩაში დარბის რა ჩვენ ვაჭვებთ რა იმასაც ნახეთ ანუ ბარკალი აქვს რა ესე რა ანუ ის რა ქვია აი გასერილი აქვს რა კი არა მე თავიდან ესე იგი მაინტერესებდა ადამიანის გაკეთებული ხო არ არის მეთქი მაგრამ აშკარად არა ეს არის ნაფრეთი ჭრილობა აქვს მიყენებული ამოგლეჯილია რა ეს ან ზაღლის გაკეთებულია ან გლის გაკეთებული ამას ტურა ვერ იზავდა ამას ხო ტურა ვერ იზავდა ზაღლიც ესე ეხლა ისეთი ზაღლები არ არიან მან პიტი არც ერთი არ არის და ყანყრატოში რო დაიჭიროს და ათრიოს რა ხო ხდები დვარნიაშკები არიან მეტისები ესე შანსი არ არის რა ხო ხდები ზაღლმა შეიძლება დაახჩო შეიძლება მაგრაცემოს მაგრამ ყანყრატო გამოუღოს შანსი არ არის რა და მაგასაც ნახე მუშტი შესდის რა ანუ აქედან ნაწლავზე შედიოდა რა მუცლიდა რა როგორ ჩანს რა აი ცოტა გააკლდა რა ნაწლავს რა იმ ხელა ისაა გამოღადრული რა ეხლა ზაღლი მაგდეს ვერ გამოგლიჯავს თამას რა ვიცი ლოგიკურად რა კი
კარგი ენაცალე, მაგრამ 10 დღეში უკვე სავარაუდოდ გასაწერი იქნება მე ძაღლი და თამას არ მინდა ხოლმე რომ თქვენ შეგაწუხოთ რა მოკითხვის ვარიანტი. არა, პირიქით, კაცო, დამერეკე, როცა მე ხაზე ვარ, ყველას პასუხობთ, მაგრამ მე რეკავ ხოლმე აუცილებლად და არ გეგონოთ რომ რაღაცა ის უყურადღებოთ ვართ რა. კარგი გენაცალე. გაიხარე. გაიხარე, აბა დროებით ნახვამდის. მოკლედ ესე იგი, ამ დიდ თოვლობა ძალიან ბევრი მგელი ჩამოიყვანა სოფელში და აგე ბირთვისი კაცო სოფელი როგორც გითხარით ძაღლები მივიღე 3 დღის წინ დაგლეჯილია ამოგლეჯილია მაგრამ დიდი ძაღლია ჯანიანი ძაღლია ეტყობა ვერ მოერია მგელი მაგრამ ნაფრეთი ჭრილობა აქვს ორი მიყენებული რა ამას გადავარჩენთ დავაყენოთ ფეხზე მაგრამ ერთი ძაღლი მოუკლია ხო და ამით ისე თქვა მინდა ესე იგი სოფლებში აუცილებლად ძაღლები უნდა გყავდეთ კაცო ძაღლი რო არ ყოფილიყო სოფელში ხო ეს მგელი შემოვა ეზოში შემოვა ამ ფრინველს მოგპარავთ ან რა ვიცი თუ რამე შინაური ცხოველი ყავთ იმას დააზიანებს და ძაღლი აუცილებელია ყველა სოფელში უნდა გყავდეთ ძაღლი კაცო თითოეულ ოჯახს ერთი ძაღლი მაინც უნდა გყავდეს თითო ოჯახს ერთი ძაღლი ეს აუცილებელი არის ბოლო დაიყებს და ნიშანს მოგცემთ თუ ესე იგი ხროვა შემოვიდა მგლების ნიშანს მაინც მოგცემთ რომ გელია უცხო მტაცებელი ცხოველიაო და თავს დაიცავ და თქვენ შინაურ ცხოველს დაიცავთ რა. კარგი შემოკარგება, ესე იგი აქ რამოდენიმე SMS-ია მოსული, მამა ჩემის გამიჩნდა რომ გელი ეთყობს ძაღლს, თვითონ ეშინია მირისები და ძაღლს კონია არიქა და ეთყობს დღეში და კლასკი ბატონო. იმ გელის ძალიან ჭკვიანი ცხოველია და 1000 ხრიკი აქვს თავის ზნეჩევაში, როგორ გაიტყუოს გინდა ძაღლი და გინდა სხვა შინაური ცხოველი და მე იქ თავს ესხმიან ოჯახის წევრები მგლები ხო ოჯახური ცხოვრების წესით ცხოვრობენ რამოდენიმე მგელი ესე იგი ცოლი შვილები თვითონ ესე იგი ოჯახის უფროსი და ესე ნადირობენ ნადირობის ესე იგი სხვადასხვა ტაქტიკა და სტრატეგია აქვს მოკლედ ძალიან ჭკვიანი ცხოველია თან იმდენად საინტერესოა მგლების ცხოვრების წესი რომ მართლა ბევრ ადამიანს შეშურდებოდა რა საოცარი ადგილება იციან, ესე იგი ერთმანეთს არ ღალატობენ, ესე იგი დაწყუდება ძუ და ხვადი მგელი, ხო? მთელი ცხოვრება არიან ერთმანეთის ერთგული. არ ხდება. სიკვდილის შემდეგაც კი, ხო, მე აღარ ხდება აი ამ მგლის სხვა ძაღლთან დაწყვილება. აი ესეთი საოცარი ცხოვრების წესი აქვს მგლებს. ოჯახურად ცხოვრობენ, იქ ესე იგი ინცესტიც კი არ ხდება, ესე იგი და-ძმა შორის გამორიცხულია. მოკლედ საინტერესოა, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ უამრავი წიგნი არსებობს, ესე იგი და მოთხრობა ამის შესახებ და შეგიძლიათ წაიკითხოთ და გაეცნოთ. კარგით. და თან შეგროვოს ის ძაღლი, რომელიც ხოლმე ძაღლი მაგდადიას ის გადავარჩეთ აქ დიდ ომშკოს კლინიკაში აუგეს ოპერაცია და გადარჩა კარგად არის. რამოდენიმე დღეში გამოწერეს, მაგრამ ეხლა ერთ-ერთი ჭრილობა რომელიც კაკელი ქონდა გაიხსნა და ფოტოს გაჩვენა და გთხოვთ მიჩვენოთ ამისი კარგად ისე კი კარგად არის ჭამს ფაქტური. აი ესეთ შემთხვევის დროს, როცა ესე იგი ჭრილობა არის გახსნილი და თუ სისხლდენა არ არის მაშინ უნდა დაამუშავოთ პერეკისით და ბეტადინით და ლეომიკოლის მალამად შეგიძლიათ შემდეგ წავუსვათ. არ არის აუცილებელი ხელახლა გაკერა და თავისი დროთა განმავლობაში შეხორცება, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ პერეკისით დაამუშავოთ დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც თუ ინფექცია არ შეიჭრას და ანთებითი პროცესი არ განვითარდეს. რაც შეეხება იმას, რომ ძაღლი ესე იგი ჭამს კარგად და წყალს სვავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ანთება არ აქვს ძაღლს, სიცხეც არ აქვს და იმიტომ არის რომ მადაზია და ჭამს. კარგია ეს არის.
რაღაცა განახსნა მოგეთ. ანუ გამარჯობა. ისე ზარი იყო თქვენი. ვერ გიბასხოთ ლაპარაკობდე. შემეშალა ალბათ უკაცრე. ზაღთან დაკავშირებით ხო არ ეკავდით, ზაღთან დაკავშირებით? ხო, ჩემი მეგობარი იწრეკავდა რა. აბა რა გაინტერესებთ, მითხარით? ზაღლები ყავ აი ქუჩიდან შემოვიდნენ რა ლეკვები. პატარა დედა არის და ის ლეკვები და წელი ნომერი მომწეს რომ იბა ისაო თავშესაფარი აქვთო. სად ახარ ტერიტორიულად? მე ცხეთის რაიონში ვარ, ზაქაროში. ზაქაროში ვარ. რამდენი ზაღლი არის და რამდენი ლეკვია? მეტა ზაღლი არის და 4 ლეკვი ყავს. 3 დედალი, 1 მამალი. რა მხელები არიან? ლეკვები ალბათ 1-4 თვისები და ზაღლი არ ვიცი. აი არის გოშკალა ზაღლები როა რაღაც პატარები. როგორი ზაღლი გოშკალა? აი ფინია ზაღლები როა პატარები, ეგეთი ზაღლები ალბათ კი ბატონო. 25 კილო იქნება სოლი და მოიყვანეთ ჩვენთან ყველა ზაღს გავუკეთებთ კასტრაციას, სტერილიზაციას და ისე უკან გაგატანთ. კასტრაცია გაკეთებული და სტერილიზაცია გაკეთებული ზაღლები აღარ მრავლდებიან. და გააგრძელებენ ცხოვრებას ისევ სოფელში მათ ბედერად და ლამაზად. აი ისე არ არის დატოვება და რამე ეგრე არა, ჯამთელ ზაღლებს ჩვენ არ ვიტოვებთ, მაგის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ გალიაში რომ ჩავკეტოთ ზაღლი, ეს არის ზაღლის ტანჯვა და წამება, მაგის გაკეთება როგორ შეიძლება კაცო. გალიაში რა უნდა ჯამთელ ზაღლს? ჩვენ ავამტყო ზაღლებს ვკეტავთ გალიაში, მკურნალობ და გამოჯამთელების მერე ესე უშვებთ თავის უფლებაზე. ხო, და ზაღლები სოფელში დიდი ხანია, დედა ზაღლის დიდი ხანია რა ცხოვრობს მან სოფელში. მოვიდა ხო, კაი ხანია მოვიდა და ვერა სვაგდები, ვერაფერს უშვები მეცოდა. და რატო არ გაასტერილეთ მერე, რომ გაგესტერილებინათ, ხო აღარ დაყრიდა ლეკვებს, კაცო. დაგერეკათ მოიყვანით ჩვენთან, გაგისტერილებთ უფასოდ და წაიყვანით უკან. არ ვიცი რა ვიმუშაობთან და ვერც მივაქციე ყურადღება რა და აი ეს მოხდა. სად მოიყვანო ტერიტორიულად სათხარ? თავშესაფარში მოიყვანეთ ჩვენთან, გრიგოლ ორთქიფანიძის 26 ნომერში. ყოველის ლოკაცია რამე შეგიძლიათ გამომიგზავნოთ? ლოკაციაში ნახეთ იმაზე Google Maps-ში ნახეთ თამაზ ელიზბარაშვილის ზაღლების თავშესაფარი ჩაწერეთ და იქ გამოგიგდებს ლოკაციას და მოიყვანთ მეტად. კარგით, მადლობა. დაგირეკავთ წინასწარ რომ კი ბატონო, წავაიყვანეთ, სულ ყველას გაგისტერლებთ და ესე გავგადავთ უკან. აჰა. კარგით, მადლობა. კარგით. აი ამიტომ მე ბიჭო გამოხდება ვიღაცა და მეტყვის რომ რატო აგინებ ამ თავრობასო რა. როგორ არ ვაგინებ ამ დედა აფეთქებულებს თო. რეგიონებში არის კატასტროფა რა. აი ეს ნაბოზრები, გამგებლები და ვინც არიან მოგეთ იქ რეგიონის ადმინისტრაცია ხო არიან ნაბოზვარი კორუმპირებული ჩათლახი ხალხი და რატო არიან იცით? აი ეს თანხები რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი აი ამ რეგიონებში რომ ქუჩაში არსებული ზაღლები გაასტერილო იმისათვის არის სტერილიზაცია საჭირო რომ არ გამრავლდეს და სტერილიზაცია ვინც არის მე გეტყვით რას ნიშნავს სტერილიზაცია ეს არის ჩემოკარგებო ოპერაცია რომლის დროსაც ძაღლს აჭრიან საშვილოსნოს და მამალი ძაღლის გასტრელება ნიშნავს კასტრაციას ანუ ყვერებს აჭრიან ყვერებს აი ნიკორას მოვაჭერი გუშინ 2 კილო ყვერი ქონდა რა ჩემ კავკასიურ ნაგას მოგლეთ კასტრაცია სტერილიზაციის თანხები რო არის გამოყოფილი რეგიონებში ცენტრალური ბიუჯეტიდან აი ეს ადგილობრივი ნაბოზარი კორუმპირებული მთავრობის ხალხი ამ ფულს ჯიბეში იდებს კი არ აკეთებენ აი ამ ქუჩის ზაღლების კასტრაციას სტერილიზაციას არა აი ამ ფულს ჯიბეში იდებენ ეს განდონებითო და იმიტომ არის აი ამდენი ზაღლი რეგიონებში აი ესე მრავლდებიან უმისამართოდ კატასტროფულად მრავლდებიან და მე არის ერთი უბედურება რა ზოგი გამოიტანს თოფსესთვის ამ საწყალზავს ზოგი სულში არტყავს, ზოგი საწამლავს, ზოგი მანქანით ეჯახება და არის ერთი ამბავი და უბედურება და რა გაატრაგეთ საქმეს, თქვენში ხო არა გაქვთ. ის ფული რაც არის გამოყოფილი, მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს აი ამ საქმეში. და არა ღორებივით რომ ხო ჩასიებული თქვენ დედებს გავთხარი მე მართლა რა. რამდენს გაგინოთ ბიჭო, რამდენს დავიღალე თქვენი გენებით უკვე. მაინც არ შევით, დედის რძესავით გერგება ჩემი გენება და
საქმის გაკეთება თქვენ არ გინდათ და მე გამოდიხართ კიდე და აი აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრობთ. თქვენ დედებს შევეცი მე სათითაოთ რა. ჩემი ნატრო და ჩემი ოცნება არის რომ ჩემს ქვეყანაში ქუჩაში ზაღლი არ უნდა იყოს. მაგრამ ამას ჭირდება კანონი ჩემო ძვირფასებო. რასაც არ ღებულობენ. აი ეს პროჭები არ ღებულობენ აი ამ კანონს. არც წინამოწვევის პარლამენტმა მიიღო, არც იმის წინა მიიღო. უკვე რამდენი წელია 12 წელია ვიბრძვით ცხოველთა დამცველები რომ მივაღებინოთ პარლამენტს კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ. ესე ქვია ამ კანონს ამ კანონის ესე იგი პროექტი დაწერილი გვაქვს, გამზადებულია, შეტანილია წინამოწვევის პარლამენტმა, მეათე მოწვევის პარლამენტმა განიხილა, განვახილდათ როგორც იქნა ეს საკომიტეტო მოსმენას გაიარა, მაგრამ ისევ თავროზე შემოდეს რა. რატო აკეთებენ ამას იცით? არ აწყობს ამ თავრობას ამ კანონის მიღება და რატო არ აწყობთ იცი? ეს კანონი მიიღო. მე როგორ პირდაპირ ესე იგი ავარდებულებს კონტროლს აი იმ რეგიონების იმ ნაბოზვარ მერებს და გამგებლებს, რომ ის თანხა რაც არის გამოყოფილი აი ამ ძაღლების კასტრაცია სტერილიზაციისათვის მიზნობრივად აიხარჯოს და სანქციები იზრდება, ჯარიმები იზრდება იმ ადამიანების მისამართით, ვინც ქუჩაში ტოვებს ზაღს და კიდე ძალიან მაგარი კანონია, ეს სულთა ევროპული კანონია. და ეს კანონი რომ მიიღო, ნავათ არ აწყობთ. მე როგორ მოიპარო ფული ამ განდონებმა, ხო? და იმიტომ არის რომ არ აწყობთ ეს კანონი და არის კიდე თავროზე შემოდებულია, სანამ ეს პროჭები იქნებიან, ხო ამ კანონს არ მიიღებენ. რომ მიიღონ ეს კანონი, მე რითი უნდა გაისკელონ ჯიბეები ამ მათი თეთრშობიცი მე ამათი რა. აი ესე შემოძვირფასებო და ჩვენ გვიწევს მე ცხოველთა დამცველებს ნერვების შლა, ამდენი გაუბედურებული ზალის მიღება, კურნალობა და ასე შემდეგ. თქვენ როგორ გონიათ, ჩემს ფსიქიკაზე არ მოქმედებს? ყოველდღე რო ვხედავ ამ უბედურებას, ამდენ დაჭრილ ზავს, იმ საწყალმა გლეხმა რა ქნას ახლა იმის ფსიქიკაში, ხო? მე წარმომიდგენია რა ხდება ახლა, სიმწრით არჩენს იქ ოჯახს, ქათა მიყავს, ღორი ყავს და ქუჩიდან ზაღლი რო შევა და ქათამს რომ მოტაცებს, ან კვერცხს რომ მოპარავს და შინაურ პირს რო დაუზიანებს, ხო? იმან რა უნდა ქნას? ერთადერთი რაც მოზდის თავში აზრად იღებს თობს და ესვრის იმ ძაღლს. მე ეს ზაღლი დაჭრილი საცუდავ დღეში არის, რამდენი ადამიანი უყურებს ამას ყველაფერს, ხო? ტრიალებს ეს საშინელება, ეს საშინელი აურა. ჩვენ ცხოველთა დამცველებს ღებულობთ ამ ძაღლებს, კურნალობთ. მე ეს ინფორმაცია, ხო? ვრცელდება. ზოგიერთი კეთილი ადამიანი ამას რო უყურებს, ხო, იმის ფსიქიკაზეც მოქმედებს და მოდი საშინელება ხდება რა, ეს კანონი მისაღები აუცილებლად და არ ღებულობენ, რა ვქნათ, რომ არ ღებულობენ. მე კი ვიცი ამათი წამალი რა არის, უნდა შეხვიდეთ გამოაგდო კაბინეტიდან სულ წიხლის კვირით ეს ნაბოზრები ესენი კორუმპირებული ჩათლახები, მაგრამ ამას ჭირდება ვაჟკაცი ხალხი. და რა ვიცი, ნახევარზე მეტი გადასულია სმაზე და ნარკოტიკებზე და რა მაგის დედავატია, თუ ესე გავზერდა მე სასიკეთოს ვერაფერს ვერ ხედავ რა. კანონი უნდა იყოს ყველასთვის კანონი, უნდა კანონოდეს, მაგრამ კანონო რო იკანონოს, ჯერ ის კანონიდან მივიღოთ. ისეთი კანონები უნდა მივიღოთ, რომელიც ქვეყანას აადგება და ქვეყანაში იქნება ნორმალური ცხოვრების პირობები და ესე ქუჩაში ამდენი ძაღლი არ არის ნორმა. ქუჩაში ძაღლი არ უნდა იყოს, მაგრამ ამას უნდა ცივილური გზით გადაწყვეტა. ამისათვის არის საჭირო კანონი. თუ ვინმე არ მეთანხმებით, ხო, მითხარით, აბა არგუმენტები დამილაგეთ, თქვენი რაში არ მეთანხმებით, რა. კარგი. წავიდე ხო, დაგემშვიდობებით უკვე ჩემი დროც ამოეწურა. ყველას დიდი მადლობა, ვინც მიყურებდით, თუ რამე კითხვები გაქვთ, მოგწერეთ ჩვენს გვერდზე, ან პირადში მომწერეთ მესენჯერში, ან დამირეკეთ. აბა დროებით, კარგად იყავით.